შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო შატდაუნის დასრულებისთანავე NASA-ს მუშაობაც აღდგა და კოსმოსურმა სააგენტომ ნანატრი ანონსის შესახებაც გამოაქვეყნა ინფორმაცია. NASA.gov-ზე 17 ნოემბერს გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციის თანახმად, ხვალ 19 ნოემბერს ამერიკის დროით 15 საათზე, თბილისის დროით კი ღამის 12 საათზე. ფაქტობრივად ჩვენთან უკვე 20 ნოემბერი დადგება. გამართავს პირდაპირ ტრანსლაციას, სადაც ვარსკვლავთშორისი კომეტის 3i წილადი ატლასის შესახებ სხვადასხვა მისიის მიერ გადაღებულ ფოტოებს გააზიარებს. ღონისძიება გაიმართება NASA-ს გოდარდის კოსმოსური კვლევების ცენტრში, გრინბელტში, მერილენდის შტატში. NASA-ს პრეს-რელიზის თანახმად, კომეტა 3i წილადი ატლასი, რომელიც 1 ივლისს აღმოაჩინა NASA-ს მიერ დაფინანსებულმა ატლასის Asteroid Terrestrial Impact Last Alert სისტემის ობსერვატორიამ. მესამე ობიექტია, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში გალაქტიკის სხვა ნაწილიდან მოვიდა. იმის მიუხედავად, რომ კომეტა დედამიწისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და 170 მილიონ მილზე მეტად ახლოს აღარ მოგვიახლოვდება, მაინც დიდად საყურადღებო ობიექტია. ღონისძიების პირდაპირ ეთერი ხელმისაწვდომი იქნება NASA Plus პლატფორმაზე, NASA-ს აპლიკაციაში, სააგენტოს ვებსაიტსა და YouTube არხზე, ასევე Amazon Prime-ზე. ბრიფინგის მონაწილეები იქნებიან ამით ქშატრია, NASA-ს ასოცირებული ადმინისტრატორი, ნიკი ფოქსი, სამეცნიერო მისიის დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი, შონ დომაგალ გოლდმანი, ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ტომ სტეტლერი, მზის სისტემის მცირე სხეულების კვლევის წამყვანი მეცნიერი. რელიზის შემდგომ ნაწილში მიმართავენ ონლაინ დასწრების მსურველ ჟურნალისტებს, რომელთაც გარკვეული ინფორმაცია უნდა წარუდგინონ NASA-ს მეილზე molly.i.vaser @nasa.gov. ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე. ამავე განცხადებაში წერია, რომ NASA-ს სამეცნიერო მისიებში არსებული რესურსები ამერიკის შეერთებულ შტატებს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, პრაქტიკულად მთელი იმ პერიოდის განმავლობაში დააკვირდეს 3i წილადი ატლასს, სანამ ის ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში იმყოფება და შეისწავლოს, როგორ იქცევა კომეტა სხვადასხვა მიმართულებიდან დაკვირვებისა და ერთმანეთისთვის სრულად შემავსებელი სამეცნიერო ინსტრუმენტების დახმარებით. ამ რესურსებში შედის როგორც მზის სისტემაში განთავსებული კოსმოსური აპარატები, ასევე დედამიწაზე მდებარე ობსერვატორიები. მეტი კონკრეტიკისთვის დავამატებდი, რომ ეს ობიექტებია ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპები, TESSI, SWIFT, SpareX, მარსზე მავალი პერსევერანსი, Mars Reconnaissance Orbiter, Curiosity, Europa Clipper, Lucy, Psyche, Parker Solar Probe, Panchi და ესა NASA-ს მისიები, SOHO და JUICE. იმედი მაქვს, რომ NASA-ს მიერ წარმოდგენილი მასალებით საბოლოოდ მოიღება ბოლო სპეკულაციას იმის შესახებ, რომ ეს ობიექტი 3i წილადი ატლასი არის ჩვეულებრივი უბრალოდ ვარსკვლავთშორისი კომეტა, ანუ სხვა ვარსკვლავებიდან მოსული კომეტა, განსხვავებული ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობით და არა უცხო პლანეტელების ხომალდი ან დამზვერავი ზონდი. კომეტის ზომასა და ფიზიკურ თვისებებს არა მხოლოდ NASA, არამედ მსოფლიო მეცნიერთა გუნდი სწავლობს. ვნახოთ, რა მასალას წარუდგეს NASA მსოფლიო საზოგადოებას და რამდენად დასრულდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ თითქოს ამერიკის კოსმოსური სააგენტო განგებ მალავს და ასაიდუმლოებს საეჭვო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ვარსკვლავთშორისი ობიექტი არა კომეტა, არამედ უცხო პლანეტური ცივილიზაციის მიერ შექმნილი საფრენი ტექნოლოგიაა. იმის მიუხედავად, რომ პირადად მე და ეს პროექტი კოდი დიდი გულშემატკივარი ვართ სხვა გონიერი ცივილიზაციის არსებობისა და მათთან კომუნიკაციის დამყარების იდეის. მაინც ვრჩები საღი მეცნიერების მხარეს და ფუტურისტული სურვილების მიუხედავად დავუცდი და გავიზიარებ NASA-ს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. რაც შეეხება მოლოდინებს, არ მგონია NASA-მ რაიმე ისეთი წარმოადგინოს, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია და გამცვიფრდე. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც საინტერესოა, რა იყო ის ყველაფერი, რაც მთელი 2 თვის განმავლობაში ვიწრო წრეში ინახებოდა. ამის საჯარო მთავარი მიზეზი კი, როგორც სააგენტოს ისე ამერიკის მთავრობას დაქვემდებარებული ყველა უწყების შემთხვევაში ბიუჯეტის შატდაუნი გახდა, რადგან უწყებები არ მუშაობდნენ, ვერ უხდიდნენ ელემენტარულად ხელფას თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს ფარავდნენ. ცუდია, რომ ამერიკის მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი ამ კომეტის კვლევის პერიოდს დაემთხვა. თუმცა დასრულდა და ძალიან მალე გავიგებთ რა აქვს NASA-ს.
მეცნიერები მოუთმენლად ელიან მიღებულ მასალებს, რათა უკეთ შეისწავლონ სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან მოსული მასალის შემადგენლობა. ძალიან მალე, როგორც კი შევძლებ შესაბამისი ხარისხით ვიდეოს აწყობას, დაგიბრუნდებით განახლებით. მანამდე კი დატოვე შენი შეფასება კომენტარის სახით და გამოიწერე კოდის YouTube არხი. დროებით.